ვისი ბრალი იქნება თუ კი აღმოჩნდა რომ ჩემს მიერ დანიშნული პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, სუსის უფროსი კორუფციაში არიან ჩაფლული. ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელსაც წესით დღეს ჩვენ ყველა უნდა განვიხილავდეთ. ამის მაგალითად რასაკეთებს პროპაგანდა, ცდილობს დაადგინოს რომელ ოპოზიციურ პარტიებს თუ მედიას აფინანსებდა ლილუაშვილი. ჯერ თუ მართლა აფინანსებდა, დიდი ეჭვი მაქვს რომ სწორედ ამის გამო დააკავეთ და არა კორუფციის. თორემ თუ კორუფცია გინდათ, აგერ კახაკალაძე სავარაუდოდ მარტო ვაკის-პაკის რეაბილიტაციაზე ექნება იმაზე მეტი მოპულარული, ვიდრე ამ ყველას ერთად აღებულს. მოკლედ რა თქმა უნდა ისინი უბრალოდ ცდილობენ ყურადღების გადატანას ამ მთავარი თემიდან მისათვის რომ ჩვენ არ დავსვათ კითხვები. პროპაგანდაში ამ მეთოდს წითელი ქაშაყის მეთოდს უწოდებენ და საკმაოდ აპრობირებულია მათ და რუსების მიერაც. კიდევ ერთი მეთოდი, რომელსაც ისინი აქტიურად იყენებენ, სარკისებრ პროექციას უწოდებენ, ანუ ძალიან მარტივად აბრალებს სხვას, რასაც აკეთებ შენ. დღეს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ბიზინა ივანიშვილი ძალიან დიდ ფულს შეუძლებს ამ კოლ-ცენტრების მეშვეობით. საერთოდ ბოლო დროს დადის ჭორები იმის შესახებ, რომ ამ კოლ-ცენტრების ასე ვთქვათ კურატორობა, მის აღმატებულება უფლისწულ ბერა ივანიშვილს დაევალა. და ახლა ისინი იყენებენ ლილუაშვილის დაჭერის თემას და ასაღებენ ისე თითქოს მხოლოდ ლილუაშვილი იყო დაკავებული ამ საქმით და თან ფულს აჭმევდა ოპოზიციას. ჯერ White Queen-ს პატრონს თუ სუსის უფროსი 6 წლის განმავლობაში ამ უკანონო საქმიანობით იყო დაკავებული და თან ფულს ოპოზიციას აძლევდა. მოკლედ რეალობა ის არის, რომ ოცნებაში სისტემური კორუფცია ყვავის. ისინი ყოველდღე გვძარცვავენ და ართმევენ მომავალს ჩვენ შვილებს. ამ დროს ამ თავიანთ შიდა დაპირისპირებებს იყენებენ იმისათვის, რომ ჩვენ ვისაუბროთ რაღაც მეორე ხარისხოვან თემებზე, თვითონ კი მშვიდად გააგრძელონ ქვეყნის ძარცვა და დევნა ყველასი, ვინც მათ ამაში ხელს უშლის.